16 მარტს საქართველოში ტყის დაცვისა და მდგრადი მართვის ხელშეწყობის მიზნით ცხადდება კონკურსი შენი იდეა ტყისთვის. რამე იდეა ხო არა გაქვს? ჯერ არა, ჯერ აი მაყურებელს უთხრა და ეგებ მათ გაუშვეთ იდეა. რომელიც პროექტის ეკო ჯორჯიას ფარგლებში ხორციელდება. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია აღმოსავლეთ საქართველოს მე-9-მე-12 კლასის მოსწავლეებს, რომლებმაც უნდა წარმოადგინონ საკუთარი იდეები ტყის დაცვისა და აღდგენის შესახებ. უფრო ცლად ამ თემაზე ჩვენ სტუმართან გარემოს დაცვის ინფორმაციისა და განათლების ცენტრის განათლების სამსახურის უფროსი სოფო ბერიშვილთან ერთად ვიმსახურებთ. ბევრჯერ ვთქვი ხო განათლება, მაგრამ რაც მეტი განათლება. ჯერ ესეთი აღმოსავლეთ საქართველოს კი არა, მე რამდენი კლასში ვარ, ეგ მკითხე. მე-12-ში რო ხარ დაამთავრებ ვიცი. დილამშვიდობისა. მოდი პირდაპირ ახან გიორგი აი სულ სწრაფია და ეჩქარება, გითხარით, რას გულისხმობს პროექტი შენი იდეა ტყისთვის. კი ბატონო, მოგესალმებით. პირველ რიგში მადლობას მოგახსენებთ მოწვევისათვის. მე მიხარია რომ თქვენი დღევანდელი ეთერის საშუალებით კიდევ უფრო მეტ ადამიანს მივაწვდით ინფორმაციას გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის საქმიანობის შესახებ. საქართველოს გარემოს დაცვის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ერთ-ერთი მთავარი მიზანი გახლავთ გარემოს დაცვითი ცნობიერების ამაღლება. და ამ მიმართულებით ცენტრი ახორციელებს აქტიურად სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო და საინფორმაციო აქტივობებს. მათ შორის არის კონკურსები, რომელიც არის განკუთვნილი სხვადასხვა ასაკობრივი და სოციალური ჯგუფისათვის. ერთ-ერთი ესეთი ინიციატივა გახლავთ კონკურსი შენი იდეა ტყისთვის, რომელიც პროექტ ეკო ჯორჯიას ფარგლებში ხორციელდება. და რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდების ჩართვას ტყის დაცვისა და გარემოს დაცვითი საკითხების გადაწყვეტაში. როგორც უკვე აღნიშნული კონკურსის მთავარი მიზანი არის ახალგაზრდების ჩართვა გარემოს დაცვით საკითხებში და მათთვის შესაძლებლობის მიცემა თავიანთი იდეებით წვლილი შეიტანონ სხვადასხვა საკითხებში. შენ გენაცვალე ქვეყანას მირჩევნია აღმოსავლეთ საქართველო. აღმოსავლეთ საქართველოზე ძვირფასი, ლამაზი, მშვენიერი და მდიდარი რა გააჩნია. ხო ქვეყანას, მაგრამ ტყე დასავლეთ საქართველოშიც არის და რატომ მაინც და მაინც აღმოსავლეთ საქართველო. ტყით დაფარულია ქვეყნის უდიდესი ნაწილი. კი ბატონო, ეს არის პირველი ეტაპი კონკურსის. ეხლა დამშვიდდი. კონკურსი განკუთვნილია მხოლოდ მოსწავლეებისათვის აღმოსავლეთ საქართველოდან, თუმცა გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს უკვე დაგეგმილი აქვს შემოდგომაზე კონკურსი, რომელიც გამოცხადდება მოემზადოს იქ შეძლებს კოდექსი მონაწილეობის მიღება. მე-12 კლასელი. მოვისმინე ახლა თქვენს გამოსვლას უსმენ ეთერში და რა მევალება რომ კონკურსში მივიღო მონაწილეობა. კი ბატონო, როგორც უკვე გითხარით, იმისათვის რომ კონკურსში მიიღოთ მონაწილეობა, უნდა წარმოადგინოთ იდეები, ეს იდეები უნდა იყოს ინოვაციური, ასევე საინტერესო და რეალისტური, რაც დაეხმარება და ხელს შეუწყობს ტყის დაცვას, აღდგენას და ხანძრების პრევენციას. ანუ მე უნდა დავწერო, აი ნოველას სახით უნდა დავწერო, ანუ თუ როგორ უნდა დავწერო? ეს შესაძლებელია იყოს საინფორმაციო კამპანიის იდეა, ტექნოლოგიური გადაწყვეტა, საგანმანათლებლო ინიციატივა, ნებისმიერი ტიპის კი ბატონო კრეატიული მიდგომა, რომელიც მომავალში შესაძლებელია დაეხმაროს გარემოს დაცვას. და ანუ ეს პროექტის სახით უნდა იყოს, ხო, წარმოდგენილი, ვთქვათ, შეიძლება არის კი ბატონო, პრეზენტაცია ან რაღაც. იდეა, მაგრამ არ იცის რა ფორმით წარმოადგინოს ეს ყველაფერი. კი, მოგახსენებთ? ხო, მე გითხავთ ერთ რამეს. კი ბატონო, აუცილებლად უნდა გქონდეთ იდეა, რასაკვირველია. პირველ რიგში კაფეოდ უნდა აღწერონ პრობლემა, თუ რა პრობლემაზე აპირებენ რომ ისაუბრონ ან თავიანთ იდეაში და შემდეგ უკვე უნდა იფიქრონ მათი გადაწყვეტის შესაძლებლობაზე. და ჩვენი კონკურსის განაცხადის ფორმაც სწორედ ისეთი ფორმით არის შექმნილი, რომ დაეხმაროს, ხელი შეუწყოს მონაწილეებს ეტაპობრივად იმშელონ თავიანთ იდეაზე და მომავალში მათი განხორციელების შესაძლებლობაზე. ხო, აი ეს მითოდა მეკითხა, იმიტომ რომ ახლა რამდენი იდეაა და ახალგაზრდებს მithumetes ძალიან ბევრი იდეა აქვს საინტერესო და აი თუ იძლევა ეს კონკურსი იმის საშუალებას, რომ აი მათი ეს იდეები განხორციელდეს და რაღაცა რეალობად იქცეს. ხო, აი თავარი რაღაც გარანტიასავით არსებობს. კი ბატონო, მოგახსენებთ, რასაკვირველია მიზანიც, ერთ-ერთი მთავარი იდეა და მიზანიც ეს გახლავთ ამ კონკურსის, რომ მონაწილეების იდეებმა შემდეგ უკვე მომავალში გადაინაცვლონ რეალურ სივრცეში
პროცესში და ისინი მე თავიანთივე თვალით ხედავენ თუ როგორ შეიძლება იდეა გახდეს და იქცეს რეალურ პროექტად და მომავალში უკვე იმუშაონ გარემოს დაცვის. მაგრამ თვითონ კონკურსის სათაურს თუ დავაკვირდებით, ორი სხვადასხვა მიმართულება. ერთი არის ტყის დაცვა და მეორეა ტყის აღდგენა. აბსოლუტურად სხვადასხვა რამეა. კონკურსის მიხედვით ორივე მოეთხოვება თუ შეუძლია მხოლოდ დაცვაზე მოიწეროს იდეა ან აღდგენაზე. არა, არ არიან შეზღუდულები, მათ შეუძლიათ ზოგადად კონკურსი ეხება და მოიცავს შემდეგ საკითხებს, ეს შესაძლებელი იყოს ტყის დაცვა, აღდგენა, ტყის ხანძრებისგან პრევენცია და გარემოს დაცვითი ცნობიერების ამაღლება. ეხლა მე რო გავეცანი ამ ამბავს, ყველაზე მეტად რა მომეწონა, იცით, ისევ მინდა ჩემს აღმოსავლეთ საქართველოს სიყვარულში გამოვტყვე და ბოლო ფინალური ეტაპი არის ლაგოდეხში და ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე. ცოტა მეტი მოგვიყევით რას, ანუ მათ შეეძლებათ ამ დაცული ტერიტორიების დათვალიერება, თუ რა გამოცდილებას მიიღებენ, ეს ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ეს არის მართლა 3-4 კი ბატონო. ჩვენს ქვეყანაში. მოგახსენებთ. ფინალისტებისათვის დაგეგმილი არის 3დღიანი საგანმანათლებლო პროგრამა კახეთში და კახეთში კიდევ ერთხელ განმეორდებით და ვიტყვი რომ ამ ეტაპზე კონკურსი არის განკუთვნილი მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოს წარმომადგენელი მოსწავლეებისათვის. მონაწილეები ეწვევიან ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებს, სადაც გაატარებენ 3 დღეს, იქ გაიცნობიან ტყის ეკოსისტემებს, ასევე შეხვდებიან და გაიცნობენ დარგის სპეციალისტებს, რომელთან ერთადაც ისინი ისაუბრებენ სხვა გარემოს დაცვით საკითხებზე და აუცილებლად, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ასევე, არის ის, რომ ისინი შეიძენენ პრაქტიკულ ცოდნას და გამოცდილებას ტყის დაცვასთან დაკავშირებით. ერთი რამ უნდა ვიკითხო, აღმოსავლეთ საქართველოს ძალიან დიდ არეალს მოიცავს, ხო მართალია, სამტრედიიდან დაწყებული, ბოლნისით და დამთავრებული ლაგოდეხის ჩახლით. შესაბამისად ტერიტორიულად ძალიან დიდია. მე წარმომიდგენია ამ არეალში რამდენი 1000 შეიძლება იყოს მე-12 კლასელი. როდესაც ეს იდეები მოვა და გადალაგდება მუნიციპალიტეტის მიხედვით, იმიტომ რომ მაგალითად სამტრედიელი ბავშვი, რომელიც იდეას მოიწერება სამტრედიის დღესთან დაკავშირებით, ხო მართალია. მე აქ უკვე მაინტერესებს, როდესაც შეირჩევა გამარჯვებულები და ესეც გითხარით, რამდენი გამარჯვებული შეიძლება პროექტს ყავდეს და მე უკვე მუნიციპალიტეტთან ამ პროექტის შეთანხმება როგორ იქნება. აი მოვედი მე მოვიგე პროექტი და ახლა ისყე მომეცით რომ უნდა დავიცვათ. აი ეს მუნიციპალიტეტებთან გარემოს დაცვის აი ამ იდეის ურთიერთობაზეც გითხარით. კი ბატონო, მოგახსენებთ ამასთან დაკავშირებითაც, რასაკვირველია მუნიციპალიტეტების ჩართულობა და მათი მხარდაჭერა ზოგადად პროცესებში და ამ საკითხებთან დაკავშირებით არის ძალზედ მნიშვნელოვანი, ვინაიდან რადგანაც როდესაც ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები, საზოგადოება და ახალგაზრდები ერთდროულად არიან ჩართულნი პროცესში, ბევრად უფრო მარტივი ხდება და ბევრად უფრო ეფექტური არის გარემოს დაცვითი ინიციატივების განხორციელება და მათი მხრიდანაც ყოველთვის გვაქვს ეს მზაობა და ჩართულობა. გამარჯვებული პროექტების წარდგენა, პრეზენტაცია თქვენი დახმარებით მოხდება იგივე მუნიციპალიტეტებში, თქვენი ჩართულობით? ჩვენი დახმარებით, ჩვენი ჩართულობით მოხდება პრეზენტაცია. ასე საინტერესოა, როგორი რა კრიტერიუმებით შეაფასებთ ამ პროექტებს, ვინ იქნება ჟიური და როგორ მოხდება ეს ყველაფერი დაწოლებით? ჟიური შეაფასებს აპლიკაციებს და იდეებს შემდეგი ძირითადი კრიტერიუმებით. პირველ რიგში ეს არის ინოვაციურობა, შემდგომ პრაქტიკულობა და გარემოზე დადებითი გავლენა და როგორც უკვე ვთქვი, ეს იდეა იმასთან ერთად რომ უნდა იყოს საინტერესო და ინოვაციური, აუცილებლად უნდა იყოს რეალისტური, რათა მომავალში შესაძლებელი გახდეს მისი რეალურად ქცევა და განხორციელება. და ერთი თემა, რომელიც მაინტერესებს, აი მაგალითად მოვიტანე პროექტი, მინდა დავიცვა რომელიღაცა მუნიციპალიტეტის ტყეში არსებული რაღაც გარკვეული ნაწილი. მოგეწონა თქვენი იდეა, ინოვაციურია. თქვენ მერე ამ პროექტს მიფინანსებთ თუ აი როგორ ხდება ეს? არა, პროექტის დაფინანსება სამწუხაროდ აი როგორ მეხმარებით რომ მე განვახორციელოთ ჩემი იდეა? კიდევ ერთხელ შემიძლია გითხრათ, პირველ რიგში ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ მონაწილეებს, რომ ხმა მიაწვდინონ ესე რომ ვთქვათ მუნიციპალიტეტებს, მათთან გავაკეთებინოთ, დავეხმაროთ რომ წარადგინონ ეს თავიანთი პრეზენტაციები და როგორც წესი მუნიციპალიტეტებიც აქტიურად არიან ხოლმე ჩართულნი და მათი დიდი სურვილიც არის რომ ახალგაზრდები ჩაერთონ ადგილობრივ დონეზე აქტიობების მივხვდი. ეს კარგი რამეა რომ რეალურად შეიძლება სხვათაშორის ხშირად მინახავს რომ არიცი რა გააკეთო.
აი ამისი თითქოს იდეების სიმრავლეა, მაგრამ რეალურად კარგი განხორციელება იდეების სიმწირე და მექანიზმის პრაქტიკულობა არ არსებობს. უბრალოდ რა მინდა იცით, კითხოთ, თქვენ ალბათ გექნებათ გამოცდილება, ზოგადად როგორია ახალგაზრდების ინტერესი დღეს ტყისადმი და ამ გარემოსდაცვითი საკითხებისადმი, იმიტომ რომ მაინც 21 საუკუნეა გაჯეტების და კომპიუტერების პერიოდია. ძალიან კარგი საქმეა ამ თვალსაზრისით, როცა ვცდილობთ, რომ თუნდაც ამას მაგრამ ერთი რამე არის, ნახე, რა აინტერესებს მე-11-12 კლასელ ბავშვს, რომ დააწეროს იდეა, ინტერესი პროექტში რა დევს. ანუ რამდენად არის ინტერესი ტყისადმი და აი ამ გარემოსდაცვითი საკითხებისადმი. კი ბატონო, საკმაოდ დიდია ინტერესი სხვათა შორის, იმიტომ რომ ჩვენს ცენტრს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს აქვს ძალიან ბევრი საგანმანათლებლო პროგრამა, ეკოლიდერები, სატყეო სკოლა, აგროსკოლა, მწვანე ბანაკი, კლიმატის ელჩები და ძალიან დიდია ინტერესი ახალგაზრდების, იმიტომ რომ შესაძაც იდება განაცხადი, რომელიც უნდა შეავსონ მათ, ძალიან დიდია დაინტერესება მთელი საქართველოს მასშტაბით. მაგალითად, თუ ნანა მოიტანს პროექტს, განხორციელდება მუნიციპალიტეტსაც მოეწონება ტყეს მისემენ მოულის, მას ნანას ტყე ერქმევა თუ არა? არა. მადლობ გოძო შენ გაიჩნდა დავწერო, ხო, მე ხომ რაღაც იდეაც მჭირდება, მეც ხომ მჭირდება რაღაც წახალისება, ხო და როგორ მახალისებს პროექტი. ელემენტარულად ვიღაცამ ხომ უნდა იცოდეს, რომ ეს ჩემი პროექტის შედეგია, ასე ვთქვათ. რაც თავარია ყველაზე მეტად ჩვენ არ გაცდით თქვენ საუბარს, მაგრამ ვიტყვი, თავარია თვითონ მას ექნება უკვე ძალიან დიდი мотиваცია, რომ ეკოლოგიაზე იზრუნოს. მოდით ესეც განმარტოთ, რამდენად მნიშვნელოვანია ეს საკითხი, თქვენ მეტნაკლებად შეეხეთ, მაგრამ როდესაც სახელმწიფო თუნდაც თქვენი ორგანიზაცია უწყება ცდილობს ახალგაზრდები ჩართოს ამ პროცესში, აი ეს პროცესი რამდენად მნიშვნელოვანია სამომავლო პერსპექტივაში, ამაზეც რო ვისაუბროთ. კი ბატონო, აუცილებლად, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი არის ახალგაზრდების ჩართულობა და ჩვენი ცენტრის საქმიანობა ზუსტად ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მიზანი, რომ ჩავრთოთ ახალგაზრდები, როგორც სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების წარმომადგენლები, ისე სკოლების წარმომადგენლები, მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა გარემოსდაცვით საქმიანობაში და ამაში გვეხმარება ჩვენი პროგრამები, რომელსაც ახორციელებს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი. დეტალი მივაწოდოთ, თქვენ გითხარით, პროექტი ეხება თუ არა დაცულ ტერიტორიებს, შეიძლება თუ არა? კი, ფაქტიურად ეგრე ლაგოდეხში. კი ბატონო, ესე გამოდის ზუსტად ლაგოდეხში არის, ეს ლაგოდეხში მიყვავს მონაწილეები. მაინტერესებს, აი ამ კონკურსში მონაწილეობას, აი რა შეიძლება რა უნარები შეიძლება განუვითაროს ახალგაზრდას, რომ ხო, რომ გადააქციოს ეს პროექტი და აი რას უჩევდით ასეთ დროს? კი ბატონო, ახალგაზრდებს მსგავსი ტიპის კონკურსები ხშირ შემთხვევაში უვითარებს კრიტიკულად აზროვნების უნარჩვევებს, ასევე კრეატიულობას და პრობლემების გადაჭრის უნარჩვევებს, რასაც მომავალში მე აქტიურად გამოიყენებენ ხოლმე და კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა აუცილებლად, რომ ისინი თვითონ თვალმეტრივ ხედავენ, როგორ არის შესაძლებელი მათი არსებული იდეა გადაიქცეს რეალურად. როდემდეა განცხადების მიღება და სად ვიპოვოთ ეს განცხადება? კი ბატონო, განცხადების მიღება დაიწყება 16 მარტს და გაგრძელდება 19 აპრილამდე. მონაწილეობის მიღება შეუძლიათ კიდევ ერთხელ განმეორდები მე-12 კლასის მოსწავლეებს აღმოსავლეთ საქართველოდან. მათ უნდა შეავსონ სპეციალურად შექმნილი ფორმა, რომელიც განთავსებულია გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის სოციალურ გვერდებზე და მე აუცილებლად მინდა გამოვიყენო თქვენი ეთერი და საზოგადოებას შევახსენო ჩვენი ერთ-ერთი კონკურსის, მიმდინარე კონკურსის შესახებ. ეს არის კონკურსი განათლება მწვანე მომავლისათვის, რომელიც გახლავთ გარემოსდაცვითი განათლების ერთ-ერთი უკვე ისეთი მწვანე ჯილდოს გაგრძელება და მისი მიზანია ის ახდენს ახალისებას სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების წარმომადგენლებს და ასევე დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებს. საბავშვო ბაღები. კი ბატონო და გვიხარია ძალიან და სიამოვნებით გვინდა განვაცხადოთ, რომ გვყავს 70 გამარჯვებული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებიდან და 30 გამარჯვებული სკოლებიდან.
და ეს განაცხადების მიღება ახლა მიმდინარეობს რეგისტრაცია და დასრულდება 20 მარტს. მოკლედ ძალიან სამ დიდ ტრედიიდან წარუმატებას ბოლნისამდე და ინიციატივაში. ლაგოდეხამდე ვინც ხართ მუნიციპალიტეტებში მე-12 კლასელები გამოიყენეთ რა თქმა უნდა ეს ძალიან საინტერესო პროექტი იმეგობრეთ ტყესთან და ტყეს ეუნახე შვილებსაც ჩვენ გვაქვს ისიც დავამატოთ რა ხა ლიხს აქეთა ქართველებო და მოქალაქეებო თქვენი ციტი აქტიურეთ და ლიხს იქითა ქართველებო შემოდგომაზე დაიწყება თქვენთვის ეს პროცესი. გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის განათლების სამსახურის უფროსი სოფო ბერიშვილი იყო ჩვენი სტუმარი. დიდი მადლობა.